მოგესალმებით, ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება. დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. 1992 წლის 23 აპრილს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა. 34 წლის შემდეგ ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩო Facebook-ის გვერდზე წერს. საელჩოს განმარტებით აშშ-ის საელჩოს გახსნა თბილისში საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იყო. 1992 წლის 23 აპრილს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა. ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. იმ დროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კერი კავანომ გახსნას ისტორიული უწოდა და აშშ-ის საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, თანამშრომლობის გაფართოებასა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ხელშეწყობის გეგმებზე ისაუბრა. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო. ბრალდების მხარე გიორგი გახარიასთვის პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მესამე ნაწილის და 333 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ძალაში დატოვება იშუამდგომლა. დაცვის მხარემ კი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის საერთოდ გაუქმების ან არ გაუქმების შემთხვევაში გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. საბოლოოდ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. ამასთან, როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, დანაშაული, რასაც ელისაშვილს ედავებიან არ მომხდარა. მისი თქმით, ელისაშვილი პოლიტიკური დევნის და პირადი შურისძიების მსხვერპლი პოლიტიკოსია. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილს უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე და იგი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის შეჩერებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანა დემოკრატიულ საერთაშორისო ინსტიტუტებს ნელ-ნელა ეთიშება. საქართველო ნელ-ნელა ეთიშება დემოკრატიულ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ინსტიტუციები არ არსებობენ. საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც აქვს აღებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, განაცხადა გალდავამ. ინფორმაციისთვის, ღია მმართველობის პარტნიორობამ საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაվել ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს. დეპუტატი ელჩის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა. ამასთან, მისივე თქმით, მანამ სანამ ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, პაվել ჰერჩინსკის გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვინაიდან მის ნაცვლად ბრიუსელი კვლავ ამ ძალებით შემორჩენილ წარმომადგენელს გამოგზავნის. ამასთან, კირცხალია წერილში წერს, რომ საქართველოში ჰერჩინსკის მსგავსი ფიგურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მოსახლეობამ კარგად დაინახოს განსხვავება deep state-ის მმართველ ევროპასა და რეალურ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებას შორის. შეგახსენებთ, პაվել ჰერჩინსკიმ ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტო გამოფენა საქართველოს ფოკუსში გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველოს სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს. 23-24 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა სამუშაო სესიაში, დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს. უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი. საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე. ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი. ასევე მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა და რეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონულ და გლობალურ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სისტემაში. აღნიშნულია ინფორმაციაში.
თუ ამ სიტყვების მერე თავისუფალი ვარ, იქით გადავჭდები. ასე მიმართა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა პაატა ბურჭულაძე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს მას შემდეგ რაც მისმა ადვოკატმა შოთა თუთფერიძემ სასამართლოში ვრცელი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მას შემდეგ რაც ბურჭულაძეს მოსამართლემ უთხრა რომ თავისი სიტყვა ეთქვა ბრალდებულმა განაცხადა რომ ვერ გაიგო თუ რას ედავებიან. მე მოვიწვიე სახალხო კრება და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელშიც არ მონაწილეობდა არც ერთი პოლიტიკური პარტია, თუმცა მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, მათ შორის აფხაზეთიდან და სამეჩაბლოდან. ეროვნულ კრებაზე ასობით ათასმა ადამიანმა ერთხმად მისცა ხმა დეკლარაციას, რომლის შინაარსსაც კარგად იცნობთ. მე არ მესმის ოპოზიციური პარტიების ისეთი მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო, რომელსაც ისინი ახლა ავლენენ. იმის ნაცვლად რომ მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილსა და მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით განვითარდეს, ისინი დუმან და ქართულ ოცნებას საშუალებას აძლევენ, რომ მთელი ყურადღება ეროვნული კრებიდან გადატანილი იქნას მოყანყალებულ არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე, განაცხადა ბურჭულაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო ანტუონო იწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. მათივე ცნობით გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობა ხელს უწყობს კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და სამართლებრივი დიალოგის გახმოვებას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც მიზნად ისახავს ორ სასამართლოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას. ნათქვამია ინფორმაციაში. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც ჯგუფურად შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს დროებით საცხოვრებელ ბინაში აფასოებდნენ. შემდეგ კი ბათუმში საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ათავსებდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე ნაწილის ბ-ქ პუნქტით, მესამე ნაწილის აკ-ქ პუნქტით, 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ბ-ქ პუნქტით და მეექვსე ნაწილის აკ-ქ პუნქტით დამნაშავე ცნო სასჯელის სახე და ზომად კი 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ახლა კი გაგეცნობთ უცხოეთის სიახლეებს. სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტს არ დაბლოკავს. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში წერს. დადასტურდა, რომ დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით სლოვაკეთს ნავთობი უკვე მიაწოდება. ის იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც სლოვაკურმა დიპლომატიამ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, როგორც უკრაინულ მხარეზე, ისე ევროკომისიაზე განახორციელა, წერს ბლანარი. მისი თქმით, თუ ნავთობის მიწოდება შეუფერხებლად გაგრძელდება, მაშინ სლოვაკეთი სანქციების მეოცე პაკეტს არ დაბლოკავს. შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტის მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილების დამტკიცების წერილობითი პროცედურა დღეს ოფიციალურად დასრულდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აზიის წყლებში 3 ირანულ ტანკერს გზა გადაუჭრა და მიმართულება შეუცვალა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით აშშ სამხედრო საზღვაო ძალებმა აზიის წყლებში ირანული დროშის ქვეშ მცურავ 3 ტანკერს გზა გადაუჭრა და ინდოეთის, მალაიზიის და შრი-ლანკას მახლობლად მდებარე პოზიციებიდან გადაამისამართა. ასევე წყაროების ინფორმაციით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკამ დამატებით კიდევ 3 ირანულ ტანკერს შეუცვალა მოძრაობის მიმართულება. ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის პორტებში შესვლაზე ან იქიდან გამოსვლაზე დაწესებული საზღვაო ბლოკადის ამოქმედების შემდეგ ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებმა პორტებში დაბრუნება 29 გემს უბრძანა. დანიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პოლიციის განცხადებით ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის ჩრდილოეთით რკინიგზის ხაზზე შეეჯახა. დანიის სამაშველო სამსახურის ცნობით დაშავებულთაგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. მატარებლებიდან ყველა მგზავრი გამოვიყვანეთ, ამიტომ იქ ჩარჩენილი არავინ არის, განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა. სარკინიგზო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ევროკავშირი 2013 წლის შემდეგ პირველად ახალი წევრის გაწევრიანების ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს. იგი ევროკავშირის ელჩების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოიხმაურა, რომლითაც ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ევროკომისარმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილოშკო სპაჟიკს მიულოცა. ეს თქვენი პროგრესის მკაფიო აღიარებასა და რეფორმების გაგრძელებისთვის ძლიერ სიგნალს წარმოადგენს. დაწერა მარტა კოსმა. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას დაუჭირეს მხარი, რომელიც ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების პროექტს მოამზადებს.
ირანმა ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის დაწესებული გადასახადიდან პირველი შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჰამიდ რეზა ჰაჯი ბაბაიმ განაცხადა. მისი განცხადებით ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლაზე დაწესებული გადასახადების სისტემიდან ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა პირველი შემოსავალი მიიღო. ცნობისთვის, გასულ თვეში ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიამ გეგმა დაამტკიცა, რომელიც სრუტეში გაზვლისთვის გემებზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირანის მიერ გადასახადის დაწესებას უკანონო და მიუღებელი ქმედება უწოდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.